სამწუხაროდ ძნელია არ დაგრჩეს ასეთი შთაბეჭდილება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ იმ ინფორმაციებს, რომლებიც არსებობს, დაინტერესებულ საზოგადოებას, რომელიც მუდმივად ადევნებს თვალყურს ამ მიმართულებით რა ხდება და როგორ ხდება. ჩვენ ხედავთ, რომ პრაქტიკულად გასცემენ ისინი მხოლოდ დაპირებებს პერიოდულად, რომ ერთგვარად რაღაცნაირად უპასუხონ შეკითხვას, რომ რა ხდება ანაკლიის თავს. რატომ არ შენდება ანაკლიის პორტი. პერიოდულად იქ რაღაც მანქანებსაც მიიყვანენ, რაღაც ქვიშას მოჭიჭკნიან, ვითომ წყლის დაღრმავების სამუშაოები კეთდება და ასე შემდგომ, ანუ რაღაცა გარკვეული იმიტირება ხდება. ამერიკის სახელმწიფოსაც წაიყვანენ და ათვალიერებინებენ. ასევე ცხადია, მაგრამ ჩვენ ხედავთ მთელ ამ პროცესს, რომელიც უსაშველოდ გაიჭიმა და მესმოდა თქვენ ამბობდით, რომ 10 წელი არ ჭირდება ამას თუ სახელმწიფოს ნება არსებობს და თუ არსებობენ ინვესტორები, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ გავხდით ასეთი რეალობის მოწმენი, რომ სახელმწიფოს ნება არსებობდა, ქართული ოცნების სახელმწიფოს ვამბობ, არსებობდნენ ძალიან სერიოზული ინვესტორები, პირველი ნაბიჯები გადადგმული იყო, სერიოზული თანხა დახარჯული იყო, მე ამ შემთხვევაში გულისხმობ კონსორციუმს, ანაკლიის კონსორციუმს, რომელმაც დაღრმავებითი სამუშაოებიც გააკეთა, იქ მთელი საკვლევი სამუშაო ჩატარებული იყო, უსერიოზულესი კომპანიები, დასავლური კომპანიები იყო მოზიდული, უკვე პირველი, ასე ვთქვათ, თანხები დადებული იყო, ევროკავშირის ინტერესი იყო, ამერიკული ინვესტიციები მოდიოდა და გარდა ანაკლიის პორტისა, მამუკა ხაზარაძეს ეს ბევრჯერ უთქვამს, რომ ისინი ფიქრობდნენ ანაკლიას სითის გაკეთებაზეც, რომელიც დიდი აგლომერაცია უნდა ყოფილიყო პრაქტიკულად პორტის გარშემო, მაგრამ დადგა რაღაცა მომენტი და ეს მომენტი როგორ გადაითარგმნა. ჩვენ დავინახეთ, რომ ბადრი ჯაფარიძეს და მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე რაღაც წარმოუდგენლად ძველ ამბავზე, რომელიც მერე სასამართლო პროცესმა ვერ დაადასტურა, მთელი ამ ხნის განმავლობაში მიდიოდა ეს ამბავი. პირველი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ანაკლიის თემით იყო დაკავებული და ლობირებდა აშკარად სახელმწიფოს სახელით, ქართული სახელმწიფოს სახელით და რომელმაც პრაქტიკულად გიორგი კვირიკაშვილს გულისხმობ, ძალიან სერიოზული წილი წაიღო სახელმწიფოს მხარეს და სერიოზული მძიმე, ასე ვთქვათ, ვალდებულებები დააკისრა როგორც კონსორციუმს, ისე ინვესტორებს. მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს პროექტი მაინც დაძრული იყო და კი გამოაცხადეს, რომ ბავშვთა შიმშილობას შეეწირა გიორგი კვირიკაშვილი იუნისეფის კვლევის კვალდაკვალ, კი ბატონო, მაგრამ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ კვირიკაშვილი შეეწირა სწორედ ისევ ანაკლიის პროექტს. მისი ერთ-ერთი ბოლო ვიზიტი 2018 წლის მაისში იყო, თუ არ ვცდები 25 მაისს ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც მას სტრატეგიული კომისიის ფარგლებშიც ჰქონდა შეხვედრები და უმაღლეს დონეზე ჰქონდა მაიკ პენსთანაც, მაიკ პომპეოსთანაც შეხვედრები და ის ღიად სთავაზობდა ამერიკულ ბიზნეს წრეებს და ამერიკის სახელმწიფოს, რომ დაინტერესდით ამ ანაკლიის პორტით ჩადეთ ინვესტიციები, იმიტომ რომ ეს ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და ქვეყნის ეკონომიკური დამოუკიდებლობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი რამ იყო. კვირიკაშვილი მოხსნეს, ასევე ზუსტად ესე მოხდა 1 წლის თავზე, ხო, უკვე 2019 წლის მაისში ჩავიდა ბახტაძე, ისიც შეხვდა საკმაოდ მაღალი რანგის ჩინოვნიკებს და როგორც ჩანს, კარს მიღმა ნათქვამს აღარ ენდნენ და გვახსოვს ყველას, რომ მაიკ პომპეომ მასთან ერთად პრაქტიკულად ბრიფინგი მოაწყო ანაკლიის პორტთან დაკავშირებით და ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო განცხადება იქნა მაშინ გაკეთებული, რომ საქართველოსთვის ეს არის უმნიშვნელოვანესი, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისთვისაც ეს არის მნიშვნელოვანი და რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკურ და უსაფრთხოების სიკეთეებთან ერთად, რომ დაცული იყოს ჩინური და რუსული გავლენისაგან ეს სივრცე. ბახტაძეც გაქრა და სამწუხაროდ გაჩერდა ანაკლიის პროექტი, ბადრის და მამუკას საქმე
მიდიოდა სასამართლოში დაუსრულებლად, მე როგორც გითხარით, პერეკვალიფიცირება მოხდა იმისი, ამიტომ რომ არ მტკიცდებოდა არანაირად ის დანაშაული და შეიძლება ითქვას, რომ ანაკლიის სპორტი ხომ შეეწირა ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს და რუსულ დაკვეთას. კონკრეტული ადამიანები შეეწირნენ პრაქტიკულად, იმიტომ რომ ძალიან ძნელია, რომ მთელი 10 წელი პრაქტიკულად სასამართლო სისტემაში გიწევდეს ოპერირება და თან ამ იდეას ერთგულებდე, რასაც ანაკლიის სპორტის აშენება ქვია და ისინი ხშირად ცდილობდნენ ხოლმე, რომ კერძო ბიზნეს ინტერესად წარმოეჩინათ, ხო, ხელისუფლება ძალიან ცდილობდა, რომ ხაზარაძის და აღმოჩნდა, რომ სახელმწიფომ უნდა ააშენოს და კერძო ბიზნეს პროექტი არ ყოფილა. იმ დროსაც შეიძლება მოსახლეობამ არ იცის, რომ გარკვეული პერიოდის შემდგომ ის მთლიანად სახელმწიფოს საკუთრებაში გადადიოდა და სწორედ სახელმწიფოს ძალიან სერიოზული ინტერესი იდო ამაში და კიდევ რა არის, იცით რომ ის რომ რაღაცა ვიწრო ინტერესით მოინდომეს მათ წარმოჩენა, მე მგონი ძალიან ბევრი ადამიანი ხვდება დღეს უკვე რომ ანაკლია მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს კი არ წაართვეს, მათაც წაართვეს და ინვესტორებსაც წაართვეს, მაგრამ მათ კი არ წაართვეს. მე და თქვენ წაგვართვეს ანაკლია სოფო. წაართვეს საქართველოს მოქალაქეებს. დიდი შესაძლებლობა რეგიონს წაართვეს აბსოლუტურად დასაქმების შანსი, ეკონომიკური კეთილდღეობის შანსი, უსაფრთხოებაზე და ომის აცილებაზე რომ ლაპარაკობენ. დიდ ინვესტიციებზე და დიდ პროექტებზე უფრო მეტი დაცულობა არ არსებობს. ეს არის ყველაზე კარგი მექანიზმი დაცულობისა და ეს იქნებოდა სწორედ ჩვენი ეკონომიკური და უსაფრთხოების ინტერესები. არა მარტო სამეგრელოსი, მე ამას ხო ინფრასტრუქტურა, აი მაგალითად წნორში რკინიგზა რო გაუქმებულია, წნორის რკინიგზასაც წაადგებოდა ანაკლიის სპორტის აშენება, იმიტომ რომ პორტი მთელ ინფრასტრუქტურას ავითარებს, ის როგორც საზღვაო ინფრასტრუქტურას, ისე საჰაერო ინფრასტრუქტურას, იმიტომ რომ გადაზიდვებს და საქმე და ისე ზღვაზე, როგორც ჩანს, ეს არის საფრთხე, თავარი, რის გამოც იქნეს გაზღვა და ამავდროულად რუსეთის ინტერესი გახლდათ არა ანაკლიის სპორტის აშენება, სადაც ქართული სახელმწიფოს ინტერესი იქნებოდა, არამედ ოჩამჩირის პორტის ზემშენებლობის დაწყება და ჩვენ ვიცით ხო დროში როგორ ემთხვევა ეს ყველაფერი ერთმანეთს, აქ ამერიკელებს თურმე არაფერი არ უნდა ჩავს ზღვაზე და შესაბამისად დიახ ოკუპანტებს უნდათ და ხანდახან გამოსხლტებოდა ხოლმე ფოთის სპორტის თემა. ფოთის სპორტი არანაირად არ უშლის ანაკლიის სპორტს, იმიტომ რომ ტვირთი იმდენი შეიძლება წამოვიდეს, რომ ყველანაირი მიმართულება დაჭირდეს, მაგრამ ვერც ერთ შემთხვევაში ვერ ჩაანაცვლებს ანაკლიას, იმიტომ რომ ღრმაწყლოვანი პორტი საქართველოს შავი ზღვა მარტო იმისთვის ხო არ გვინდა ზაფხულში დასვენებისთვის და რუსი ტურისტების მოსაზიდად მხოლოდ იქ ხომ? ეს არის ჩვენი უდიდესი რესურსი, უდიდესი სიკეთე, რომელიც საქართველოს თავის სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის უნდა გამოიყენოს. როდესაც ვლაპარაკობთ რუსულ ინტერესზე, მოგიბრუნდება ვიღაც ხელისუფლების მომხრე და გეტყვის, რომ რა ამერიკას არა აქვს თავის ინტერესები. რა თქმა უნდა, ყველა ქვეყანას თავის ინტერესი აქვს და გეოპოლიტიკური, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილებები და ნაბიჯების გადადგმა და ანალიზი და ანალიტიკა და ამ მხრივ, ასე ვთქვათ, ქმედება სწორედ იმას გულისხმობს, რომ შენი სახელმწიფოებრივი ინტერესი უნდა ჩააგზავნოს სწორედ ამ დიდ გეოპოლიტიკურ თუმცა მულტიპოლარული საგარეო პოლიტიკის. ხო, რანაირად არის მულტიპოლარულობა ნიშნავს იმას, რომ ყველა მხარესთან ლაპარაკობ და ჩვენ აბსოლუტურად არ ვლაპარაკობთ იმ მხარესთან, რომლებიც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები იყვნენ, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გავაჩერეთ, ევროკავშირთან ხედავთ როგორი მდგომარეობაც გვაქვს, ისინი ლანძღავენ პრაქტიკულად ყოველდღიურად და ყველაფერს აკეთებენ, რომ ჩვენ დავშორდეთ, ან დაგვშორდნენ ჩვენი პარტნიორები და საქართველოზე ხელი ჩაიქნიონ და ჩვენი არაფორმალური ვექტორი და მთავარი ვექტორი არის რუსეთი, უბრალოდ დიპლომატიური ურთიერთობები არა გვაქვს და ეს ამაში არ გამოიხატება, თორემ საწინააღმდეგო კი არაფერი მაქვს, რომ ყაზახეთთან, რომელიც დიდი შესაძლებლობების ქვეყანაა, თუ უზბეკეთთან ჩვენ გქონდეს სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებები და ირანში რაღაცა სატირლებზე დავდიოდეთ. ეს არ არის მულტივექტორულობა. ეს არის სწორედ ცალვექტორულობა და ისეთი ვექტორი, რომელიც
რომელიც საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესს აზიანებს. არ ემთხვევა ეს ვექტორები და საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესი ერთმანეთს და ეს არის სწორედ მთავარი პრობლემა. რა არის სახელმწიფოებრივი ინტერესი? დღეს ბიძინა ივანიშვილის ინტერესია სახელმწიფოებრივი ინტერესი მხოლოდ სამწუხაროდ და ჩინოვნიკების და მართველი ელიტის უკიდეგანო გამდიდრების, დიდი კორუფციის და ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესი გვესმის ასე, რომ სახელმწიფო ემსახურებოდეს თითოეულ ადამიანს, რომ საქართველოში იყოს ნორმალური ცხოვრების შესაძლებლობა, რომ პერსპექტივას ხედავდეს საქართველოში მცხოვრები ადამიანი თბილისში თუ დიდ ქალაქებში თუ რაიონებში და ის არ გარბოდეს უცხოეთში სამუშაო საძებნელად. ოჯახები არ მიყავდეს იქ. ასეა, ეს რეალობა ასეა, ჩვენ წლიდან წლამდე ვიგებთ რაღაც დროის გადაგურების დიდ თემებზე, ყოველ შემთხვევაში ანაკლია ამის კარგი მაგალითია, დროის გაჭიანურების რაღაცნაირი დროის გაწელვის, მორიგი ტრიუკის, ასე ვთქვათ, ელემენტებს ივანიშვილის პოლიტიკაში იუნისეფის კვლევა ახსენეთ თქვენ და გამახსენდა ქართული ოცნების წარმომადგენლები რამდენიმე დღის წინ ივანიშვილის პარლამენტში რომ ამბობდნენ, თუ რამდენიმე კვირის წინ რომ რა ამბავია ამდენს რომ ლაპარაკობთ, ბავშვებს არ შეათავ ქვეყანაში და საერთოდაც არ არის ასეთი შიმშილობა და სიღარიბეო და იუნისეფის კვლევის გამოწლების წინ პრემიერი ყავთ გაშვებული, ხო? და კიდე გაუარესდა და გაუარესდა. საკუთარ თავს ეწინააღმდეგებიან, მაგრამ ეს რაღაცნაირი ტრიუკები ივანიშვილის მხრიდან პარალელურად იმისა, რომ ის ცდილობს ოპოზიცია და კრიტიკული საზოგადოება მუდმივად გათიშოს და იბატონოს, მოდი ასე ვთქვათ. რამდენად ახლოს არის ის ამ მიზანთან. საბოლოო ჯამში დარჩეს რეგიონში ავტორიტარად, რომელიც ხან ივაჭრებს დატყვევებული ადამიანებით, ხან არ ივაჭრებს. ყოველ შემთხვევაში ეცდება რომ მიიღოს ისეთი ავტორიტარიზმი, როგორც აქვს მეზობელ, აი მაგალითად პუტინს, ლუკაშენკოს და ასე შემდგომ, ხო? მას ეს უნდა, რომ არ გაუვიდეს ამისთვის რა არის საჭირო, თუნდაც აი პოლიტიკურ ასპარეზზე. ცოტა ხანს გიორგი ბუტიკაშვილი იყო საკმაოდ გულწრფელი საუბრით, არ ვიცი რამდენად უსმინეთ, რომ ვიდრე ყველა პოლიტიკური აქტორი არ გაიაზრებს, არა მარტო პოლიტიკოსებს გულისხმობდა აქ, რომ ქვეყანას მართლა კარგავთო და ამას აქვს ნამდვილად შინაარსი, მანამ ძალების კონსოლიდირება არ მოხდება და შესაბამისად ბიზნეს მიღწევა. არ ვიცი თქვენ რამდენად ეთანხმებით ამას. ანუ ის კონფიგურაცია, რაც დღეს არის ოპოზიციურ სპექტრში, საკმარისია ივანიშვილის ცვლილებისთვის. მე ვფიქრობ უკვე აღარ არის საკმარისი. ჩვენ რაღაც მომენტუმები გავუშვით გარკვეული ხელიდან, მაგალითად 2024 წელს, როდესაც ივანიშვილს დიდი გაყალბება დასჭირდა, რომ ეჯობნა კრიტიკულად განწყობილი საზოგადოებისათვის, ხომ? მაგრამ თქვათ მეტი რომ ქონოდა ოპოზიციას მხარდაჭერა, შესაძლოა მისი ეს გაყალბება საკმარისი აღარ ყოფილიყო და ეს ჩვენ დავინახეთ უნგრეთის მაგალითზე, როდესაც კანონმდებლობა აბსოლუტურად ორბანის მხარეს იყო, თან ევროკავშირის ქვეყანა იყო, ეს პროპაგანდა იქაც აქტიურად მუშაობდა, მაგრამ პროტესტის უპირატესობამ განაპირობა ის, რომ აბსოლუტურად თითქოს გარანტირებული გამარჯვება ხალხმა წაართვა ორბანს. ჩვენც გვჭირდება ასეთი ბალანსის შექმნა. რაღაცა პერიოდის განმავლობაში მე როდესაც ვამბობ, რომ მომენტუმი გავუშვით, მაგალითად ჩვენ 2024 წლის ბოლოს, ახლა ისე არ გამიგოთ, რომ ჩვენი იდეა რო იყო, იმიტომ მივტირი ამ იდეას, მაგრამ ჩვენ ალტერნატიულ პარლამენტზე როდესაც ვლაპარაკობდით, ნახე როგორი ვითარება იყო, ჩვენ გადავდგით ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომ პარლამენტმა ვერ მიიღო ლეგიტიმაცია აი ამ დიდი გაყალბებების და შემდგომ ვექტორის აბსოლუტურად შეცვლის გამო, მაგრამ პოლიტიკურ ქმედებებში აღარ გადაითარგმნა ეს ყველაფერი და შეიძლება ითქვას, პროტესტში კი ყველა მონაწილეობდით, მაგრამ პროტესტი აღარ იყო ამისთვის საკმარისი. პროტესტი იყო თავგანწირული, მაგრამ აღარ იყო პოლიტიკური ნაბიჯები და მე მახსოვს კონკრეტული ადამიანები, პოლიტიკური ლიდერები, როდესაც ამ თემებზე ლაპარაკობდით, არ ვამბობ ამას ნიშნის მოგებით, რომ რა დროს ახლა პოლიტიკური კონფიგურაციებზე ლაპარაკი, უნდა გავიდეთ და ქუჩაში ვიომოთ. რა თქმა უნდა, ქუჩაში ომი ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც შენი თანამოქალაქეები არიან ძალიან ბრუტალური ძალის წინააღმდეგ, მაგრამ იგივე მოქალაქეები შენგან ითხოვენ სწორედ პოლიტიკურ ნაბიჯებს და ამასობაში, როდესაც ჩვენ გავაჩინეთ ბევრი მოლოდინი, მე ეს ბევრი მოლოდინი რაღაცნაირად გაიფანტა და მოვწყდით საზოგადოებას. და დღეს შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ უფრო მეც ვლაპარაკობთ პოლიტიკურ კონფიგურაციებზე, ვიდრე ვლაპარაკობთ ხალხის გასაჭირზე და ეს არის უკვე ძალიან დიდი შეცდომა. ჩვენ რომ ის
ის უპირატესობა მოვიპოვოთ, რაც მადიარის და უნგრეთის შემთხვევაზე ვთქვი, ჩვენ აუცილებლად უნდა მივიდეთ ადამიანებთან, ძალიან ახლოს, არა მარტო ტელევიზია. მე ვფიქრობ, მადიარის შემთხვევაში იყო გამოკვეთილი ლიდერი მაინც, ხო, მაინც სხვა მესმის რომ სხვა ქვეყნის ასეთ მაგალითი ასე პირდაპირ არ გადმოდის სხვაგან, მაგრამ იქ გამოკვეთილი ლიდერი იყო მადიარის ბიძინა ივანიშვილია, ორბანი, ევროკავშირის ბევრი ქვეყანა არ არის საქართველო, რომელსაც მაინც არც ის ეკონომიკური შესაძლებლობები აქვს ბიძინა ივანიშვილს და მართველ ელიტას, რამდენიც ჰქონდა მათ, მაგრამ ეს გავსვიცით ეს კითხვა, ხალხთან ფიქრეთ, თქვენ ძალიან დიდი პოლიტიკური გამოცდილება გაქვთ და აი მე რასაც ვაკვირდები, ყველა დადის ადამიანებთან ცალ-ცალკე. მე არ მინახავს ვერ ვიტყოდი ამას. მე ჩემს სტუდიაში ვინც მოდის, ყველა რეგიონიდან ჩამოსულია, ყველა სადღაც იყო, ყველა შეხვდა ადამიანს, ყველა მოიტანა გასაჭირი, ყველამ გაიგო, მაგრამ საბოლოო ჯამში აი ეს ცალ-ცალკე სიარული საკმარისია? იცით რა არის? ან უნდა იყოს ერთიანი სტრატეგია და ერთიანი სტრატეგია არ გულისხმობს არც ერთ შემთხვევაში ერთად გაერთიანებას, მაგრამ მე ისე ვარ ვამბობ ნიშნის მოგებით, ხელოვნური ერთიანობებიც ძალიან პრობლემურია და ჩვენ ამ ბოლო პერიოდში ეს დავინახეთ. ამიტომ ჩვენ ლელო ძლიერი საქართველოს, ჩვენი კოალიცია ამ შემთხვევაში ამბობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებზე ტოტალურად უარი არ ითქვას, იმიტომ რომ გარკვეულწილად ეს ეხმარება ბიძინა ივანიშვილს, იმიტომ რომ თუ მას არ ეყოლა კონკურენტები, მაშინ არჩევნებში შესვლასაც აქვს აზრი. ბიძინა როგორც ორბანის არჩევნებში ქონდა შესვლას აზრი, ჩვენ ისეთივე ვითარება უნდა შევქმნათ, რომ ბიძინა ივანიშვილის არჩევნები ბიძინა ივანიშვილისთვის იყოს საფრთხე და ხაფანგი და არა ჩვენთვის. და ამისთვის კიდევ ვიმეორებ, არის აუცილებელი მუხლ-ჩაუხრელი მუშაობა საქართველოს მოსახლეობასთან. მათ პრობლემებზე, აი მაგალითად, ჩვენ ახლა ანაკლიაზე ვლაპარაკობთ და რომ ვთქვათ, რომ ანაკლია იმხელა პრობლემაა, რომ რა დროს მაგალითად არბოშიკის სკოლაზე ან ერისიმედის საზღვრის პრობლემაზეა ლაპარაკი, მე ვამბობ ახლა იმ გუშინ წინ სადაც ვიყავით ჩვენ იმ მაგალითებს ვამბობ, ან თელავის აეროპორტზე რა დროს ლაპარაკია და წნორის რკინიგზაზე, ან თუნდაც სამხრეთ საქართველოში წყალზე და გზაზე, მაგრამ ადამიანები ჩვენ 10 წელიო როცა ვამბობთ, მთელი ცხოვრება გადის და ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებიც პოლიტიკურ პროცესში არ მონაწილეობენ, იმ ადამიანებს ჩვენ ვერ ვეტყვით, რომ თქვენ კიდე 10 წელი ხო მოითმინეთ და კიდე უნდა მოითმინოთ გარკვეული პერიოდი. ამ პრობლემებსაც უნდა დაისვას. აუცილებლად წინა პლანზე წამოწევა. ამ ყველა პროტესტის, ამ ყველა უკმაყოფილების გაერთიანება და აკუმულირება პოლიტიკური ძალის მხრიდან. ჯერ ხალხის მომზადება და შემდგომ აკუმულირება ამის, იმიტომ რომ პროტესტი თავისთავად კი არ კვებავს საზოგადოების განწყობას. საზოგადოების განწყობამ უნდა გამოკვებოს პროტესტი და ამიტომ საზოგადოების განწყობა დღეს უფრო ნიჰილისტურია და ეს ნიჰილიზმი ჩვენ უნდა გავაკეთოთ. რომ ვერ ხედავს გამოსავალს და გამოსავლის მან თავის პრობლემა იცის, ამას თქვენ მოგიყვებათ თუ არ მოგიყვებათ, მან იცის რომ პრობლემა აქვს. და პოლიტიკური კლასის როლი და ადგილი რომ მას შესთავაზოს ამ გამოსავლის რაღაც სტრატეგია, ეს აკლია თუ არა პროცესს და ის როდესაც ხედავს ცალკე ჩასულს თქვენ გუნდს, ცალკე ჩასულს სხვა გუნდს, ცალკე ჩასულს სხვა გუნდს, ყველასთან ერთად იმავე პრობლემას ყვება. ეს ფიქრობ თუ არა რომ მის ნიჰილის აზრია. ერთი შემიძლია გითხრათ რომ რაც ჩვენ ეს თემები შემოვიტანეთ, მანამდე ჩვენ ცოტა გვაბულინგებდნენ და გვეუბნებოდნენ რომ რა დროს ახლა იმაზე გაფუჭებულ წყალზეა ლაპარაკი და აქ გადაყრილ მილიონებზე და ტალახიან წყალზე ან ტალახიან გზაზე, ან თუნდაც გაუქმებულ სკოლაზე სოფლებში, როდესაც აი გლობალური პრობლემები აქვს, ქვეყანას გვართმევენ. მე მესმის, რა თქმა უნდა, მე პირადად, რა თქმა უნდა, განგაშის ზარები მირჩევნია, იმიტომ რომ მე მთელი ჩემი ცხოვრება საქართველოს თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას მიუძღვენი, მაგრამ მარტო ლაპარაკით საქმე არ გამოდის და ჩვენი ძალა რაშია, პოლიტიკოსების ძალა რაშია, ხალხის მხარდაჭერაში, ხომ? და არა მხოლოდ ტელევიზიით გამოსვლაში და ფართო ასეთ ომახიან მოწოდებებში. ამიტომ ეს ჩვენი ძალა სწორედ ხალხთან ურთიერთობაში უნდა გავსინჯოთ და სოფო ამაზე გვასუხოთ. ეს პოლიტიკურ ძალას იმხელა ხალხის მხარდაჭერა ხომ ვერ იქნება რაც ცვლილებისთვის საჭიროა, დეა. სოფო, როდესაც ადამიანებს შენ ეუბნები რომ მე პროტესტით და ის თვითონ ხედავს რომ პროტესტი აღარ არის ისეთი ძალმოსილი, თუმცა არ გამქრალა ეს პროტესტი, შეიყუჟა, შეიკეტა
სადღაც, ხომ? თავიდან როგორ უნდა გაჩნდეს. ჩვენი პოლიტიკური ძალების უმეტესობა პირდაპირ გვეუბნებოდნენ ხატზე დაიფიცეთ, რომ არც ერთ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებთ. ეს არ არის სწორი. ეხა ხო გამოჩნდა ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ წინასწარ უნდა მოვილაპარაკოთ ხოლმეო, განსაჯოთ რისკები და მერე მივიღოთ გადაწყვეტილებებიო. და არა, ჩვენ გვიყვარს რომ ვიღაცა წინ გამოვიდეს და თქვას, რომ აი ეს აუცილებლად უნდა იყოს, აი ბოიკოტი უნდა იყოს აუცილებლად, მაგრამ ბოიკოტიც შინაარსით უნდა იყოს, ხო, დატვირთული და ჩვენ ეს ვერ ვნახეთ. ამიტომ ეხა ჩვენ რომ ამაზე დავიწყოთ გაუთავებლად ლაპარაკი, ხალხი ისევ გვერდზე დაგვრჩება. ჩვენ ვაპირებთ ხალხთან აქტიურ ურთიერთობას. თუ ვინმე ამ გზაზე დადგება და მე მართლა ვხედავ ეხა ვიღაცები, რომლებიც დავინახე რეგიონებში გასული. თუ ეს გახდება არა ერთჯერადი, ორჯერადი, არამედ ყოველდღიური საქმიანობა, მაგალითად, საგარეო ველზე ხა ალდეში იყვნენ თაზო დათუნაშვილი და გრიგოლ გეგელია, ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუცია იქნა იქ მხარდაჭერილი, მაგრამ ეს კი არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ აქ მაგალითად წნორში არ წავიდეთ, თელავში არ წავიდეთ, ხვალ ზუგდიდში მიდიან ირაკლი კუპრაძე და ჩვენი წარმომადგენლები, ზეგ მაზეგ სამცხეში გვაქვს გასვლა დაგეგმილი სოფლებში, სოფლის ხალხთან, თუნდაც ერთ, ორ, სამ ადამიანთან, იმიტომ რომ ადამიანებს, რომლებსაც უჭირთ ბევრი ფაქტორის გამო აღარ მოვყვები და იცით თქვენც და მაყურებელმაც იცის ის, რომ გამოვიდნენ და პროტესტი გამოხატონ, იმიტომ რომ კანონმდებლობამაც ყულფი წაგვიჭირა ყელში და ასე ვთქვათ, ოჯახური პრობლემებიც ძალიან დიდ ტვირთად აწევს ამ ადამიანებს, მაგრამ ისინი მოდიან და გეუბნებიან გარკვეულ თემებს. რაღაცა პრობლემები შენ იცი, მაგრამ ძირითად პრობლემებს ისინი გაწოდებენ და ის შენი თანამონაწილე ხდება. შენ თუ არ ანახე, რომ შენ მასთან ერთად იბრძვის საქართველოს თავისუფლებისთვის, მარტო პარტიის ლიდერშიპი იბრძვის და ხალხი თავისთვის არის, ეს შედეგს არ მოიტანს, თორემ კი ბატონო, დავსხდეთ და ვილაპარაკოთ დაუსრულებლად. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხალხთან და ხალხთან მათ პრობლემებზე აუცილებლად ლაპარაკი, რაც არანაირად არ გამორიცხავს გლობალურ პრობლემებზე ლაპარაკს და მეტიც ისინი რომ მოწამლულები არიან აი ამ პროპაგანდით, საოცარი ტყუილებით, რომლებიც მოედინება და შესაძლოა მათ ყურებშიც ისევე ილექებოდეს, როგორც უნდა ხელისუფლებას რომ დაილექოს, ამ ყველაფერსაც განეიტრალება ჭირდება. ჩვენ რაღაცა დრო ამაზე გავუშვით სამწუხაროდ და ეხა შეიძლება უფრო მეტი გვაქვს სამუშაო, მაგრამ ამ სამუშაოს ჩვენს გარდა სხვა არავინ არ გასწევს. ფიქრია ჩიხეძეს უსმენთ, მადლობა მას.